ლიდერბოლი 20-25 გრძელდება, მესამე თამაშის ჯერია და მინდა წარმოგიდგინოთ მესამე თამაშის მონაწილე გუნდები. გიორგი ნავალოვსკი და ტატო გრიგალაშვილი. მას ნათამაშები აქვს 5 სხვადასხვა ქვეყნის ლიგაში. 2 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გახლავთ. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი მატჩი. ხოთ შევეგებოთ გიორგი ნავალოვსკი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. სამგზის ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ორგზის მასტერსის. ორგზის გრანდ სლემის და ორგზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი. მათ წინააღმდეგ ითამაშებს გუნდი, რომელმაც უკვე ჩაატარა ერთი შეხვედრა. ქვენს წინაშე გამოვლენ გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და 10-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. პირველი ქართველი გახლავთ, ვინც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, ანუ ლა ლიგაში ითამაშა. სხვადასხვა დროს გახლავთ 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. გიორგი დემეტრაძე. ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სოფლიო ჩემპიონატების სამგზის მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატების და თამაშების სამგზის ფინალისტი. პროფესიონალურ კარიერაში 2 ბრძოლა, 2-ვე გამარჯვება. მოკრივე ლაშა გურული. მაშასე მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ ლიდერბოლის პირველი უნიკალური გათამაშების მესამე მატჩს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან A ჯგუფის წყვილები გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული, რომლებმაც ერთი შეხვედრა უკვე მოიგეს. ისინი ამჯერად ეთამაშებიან გიორგი ნავალოვსკისა და ტატო გრიგალაშვილის წყვილს. თქვენ ხედავთ ახლა ცხრილს, თუ რა მდგომარეობაა პირველი 2 შეხვედრის შემდეგ. და მაშასე დაიწყება შეხვედრა. თუ გაიმარჯვეს დემემ და გურულის წყვილმა, ისინი უკვე პირველი ადგილით გავლენ ჯგუფიდან და პირველი ჩაგდება, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რომელი გუნდი დაიწყებს უკვე შემდეგ თამაშს და ბურთი აუჩია. შესაბამისად თამაშს იწყებს გიორგი დემეტრაძე. დემეს ჩაწოდება ნავალოვსკი მიიღო ბურთი და ტატომ ვერ შეძლო თავით გადატანა და 1-0 დაწინაურდნენ დემე და ლაშა გურული. ისევ დემე აწვდის, ისევ ნავალოვსკის ვიღება და ამ შემთხვევაში უკვე კარგად გადაიტანა ტატომ, მაგრამ დააბრუნა ლაშა გურულმა ბურთი, ისევ ტატოს თაური და ლაშა ვეღარ მოახერხა ბურთის დაბრუნება. 1-1-ია ანგარიში. 1-1 გახლავთ ანგარიში. მე შეგახსენებთ, რომ თითო გუნდს თავის მოედანზე აქვს უფლება, რომ ბურთი ერთხელ დავარდეს და თითო გუნდს აქვს 3 შეხების უფლება, ასევე და ახლა იბრძოლა ბოლომდე ნავალოვსკი, მაგრამ ბურთი აუტში აღმოჩნდა და 2-1 ანგარიში. აწვდის ისევ დემე, მიიღო ნავალოვსკი, ტატო ისევ თავით. როგორც ხედავთ, კარგი ისეთი ტაქტიკა აქვს არჩეული. არჩეული აქვს წითელების გუნდს ტაქტიკა. ნავალოვსკი იღებს ბურთს, აწვდის ტატოს და ტატოს თავით გადააქვს ხოლმე ბადიდან. დაახლოებით იგივესადა ახლა დემეს და გურულის წყვილმა, ფეხით მოახერხა ლაშა ბურთის გადატანა. და წარმატებითაც ტატომ მოატრიალა ეს ბურთი და 3-2 ანგარიში. კიდევ ერთი ჩაწოდება. ამ შემთხვევაში უკვე ტატოს თაური ძალიან ძლიერი გამოდგა და ბურთი გაცდა კორს. 4-2
დემეს ჩაწოდება ისევ. და იგივე დამუშავებული კომბინაცია როგორც ჩანს წითლების მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად უპასუხეს. ამ შემთხვევაში ლაშამ უპასუხა კარგად მიღებაზე და 5-2 ანგარიში. ისევ ტატოს თაური ამჯერად უფრო სიღრმეში დაურტყა. და დემემ ვეღარ მოახერხა, ბადეს გაარტყა, ბურთი ვერ მოახერხა. მეტოქის მოედანზე გადატანა და 5-3. აწვდიან უკვე წითლები, ნავალოვსკი ჩაწოდება, დემემ მიიღო ბურთი და ისევ ლაშაგურული ბადესთან, ისევ ფეხით თამაშობს და ვეღარ შეძლო ბურთის შემოტრიალება გიორგი ნავალოვსკიმ და 6-3 გახდა ანგარიში. არ ღალატობენ თავის ტაქტიკას, რომელმაც ამ შემთხვევაში გაამართლა წითლების მხრიდან და 6-4. ისევ ნავალოვსკი ჩაწოდება. და ისევ დემეტრაძე მიღებაზე. როგორც ხედავთ, ფეხბურთელები უფრო სიღრმეში არიან, ბადესთან არიან ხოლმე. არაფეხბურთელები და ისინი ხან თავით ხან ფეხით ცდილობენ გადატანას და საკმაოდ ხშირად ამართლებს კიდე საფეხბურთო დაწესებები, იყო კარგად ბურთი და ერთი ქულა ისევ დემეს და ლაშაგურულის წყვილს. ახლა კარგად ითამაშა ძალიან და 7-5 ანგარიში. საკმაოდ დაძაბული შეხვედრაა. ვერ ახერხებს ერთ-ერთი გუნდი წინ გასვლას, უფრო ეს დემეს და გურულის გუნდზე ისინი მთელი თამაში წინ არიან, მაგრამ დიდი სხვაობით ვერ ახერხებენ წინ გასვლას ჯერჯერობით და ახლა კარგად მიიღო დემემ და ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა. დატოვას სადა შემოტრიალება, მაგრამ მაინც ბადეს მოხვდა ბურთი. კარგი გათამაშება იყო ნამდვილად. ორივე გუნდის მხრიდან კარგი თამაშით. მაგრამ საბოლოოდ მაინც დემე და გურულის წყვილს ჩაეწერა ქულა. და მორიგი ჩაწოდება, ახლა უკვე 3 ქულით არის წინ. დემე და გურული 3 ქულით არიან წინ და პირდაპირ გადავიდა ნავალოვსკის დარტყმული მეტოქის ნახევარზე. გაცვალეს ესე პინგ-პონგის სტილში გაცვალეს გუნდებმა დარტყმები და ისევ დემეს წარმატებით ისევ დემეს უნდა ჩაეთო. არა, როგორც ჩანს. კი ბატონო, დაუბრუნდა ბურთი, აქ წითლები ფიქრობდნენ რომ გაცდა ხას ბურთი, მაგრამ ასე არ ყოფილა და ამ შემთხვევაში უკვე ქულა წითლებს, იმიტომ რომ ბურთი ზემოთ კარგი გათამაშება, ნავალოვსკი აქტიურობდა ბადესთან, ტატომ კარგად შემოატრიალა ძალიან რთული ბურთი, მაგრამ ვეღარ მოახერხეს, მაინც აი ბადესთან ძალიან ახლოს ნავალოვსკი ვეღარ მოახერხა მისი კარგად გადატანა. აი ხედავთ გამეორებით, ახლა ძალიან კარგი გათამაშება იყო, მაგრამ აი აქ რა კარგად შემოატრიალა ტატომ. ხედავთ აგერ როგორ თავგანწირვით ითამაშა, კარგად დააბრუნა ბურთი და მერე დემე მისარგებლა იმით, რომ გიორგი ნავალოვსკი ძალიან ახლოს იყო ბადესთან და უკვე ვეღარ მოახერხა მან ბურთის დამუშავება. მორიგი ჩაწოდება დემესგან. მიიღო ნავალოვსკი. ტატომ კარგად უკნიდან დარტყმით შეატრიალა და ბადეს მოხვდა ბურთი. 10-7 ანგარიში 1 მატჩბოლი ამოიღეს წითლებმა, მაგრამ 3 მატჩბოლი აქვს დემეს და გურულის გუნდს. ლაშა თამაშობს თავით ბადესთან კარგად. დემემ სიღრმეში მიიღო ბურთი და პირდაპირ გადაიტანა ნავალოვსკი მიიღებაზე. გადმოიტანა კარგი გათამაშება ძალიან დემე თავით და თავგანწირული დარტყმა ისევ ტატო გრიგალაშვილის მხრიდან, მაგრამ ვეღარ მოახერხა ნავალოვსკი ბურთის გადატანა და 11-7 ეს შეხვედრა მოიგო გიორგი დემეტრაძის და ლაშა გურულის წყვილმა 11-7 და ისინი შესაბამისად პირველ ჯგუფში გავიდნენ პირველ ადგილზე. ხედავთ აგერ გამეორებით რა კარგი გათამაშება იყო ეს ბოლო გათამაშება. გავიდა გურულისა და დემეს წყვილი პირველ ადგილზე და დაელოდება მეორე ქვეჯგუფის მეორე ადგილოსას ტატო გრიგალაშვილს და გიორგი ნავალოვსკის კიდევ ერთი შეხვედრა ერთ უკვე აჩი არველაძესთან და ლევან საგინაშვილთან და სწორედ ის შეხვედრა გადაწყვეტს მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას ამ ჯგუფში. მესამე თამაშიც დასრულდა, 2-დან 2 მოგება გაქვთ, ხო? აბა როგორი განწყობა არის? ტინა თამაშიდან განსხვავებით რთული მეტოქე იყო, ცოტა გაგვიმართლა და მოვიგეთ. იმედია ფინალში შევხვდებით, ხო ლაშა? იმედი მაქვს შევხვდებით. კაი თამაში იყო, მეორე თამაში ჩვენთვის კიდევ უკეთესი იყო, უფრო გავიხსენე და ესე ვთქვათ, ვემზადებით ნახევარფინალისტვის.
ტატო, შენ როგორ ხარ ზოგადად გრაფიკბოლთან თამაშობ თუ არა, თუ პირველი იყო თქვა ეს გამოცდილება შენთვის? თამაში ჩემთვის პირველი იყო. მარტივი სულაც არ არის, გარედან უფრო მარტივად ჩანდა. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერები და ენერგიულები არიან და წარმატებები მათ და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ და მივახცევთ შედეგს. გიორგი, შენ როგორ შეაფასებდი? პირველი თამაში, პირველი ყოველთვის რთული არის ხოლმე მაინც. რთული იყო ცოტა, მაგრამ იმედია მეორე თამაშს გამოვასწორეთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ კი დაველოდოთ მომდენო თამაშს.